ჰირო ონოდას თავგადასავალი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი და დრამატული ეპიზოდია კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის ამბავი ადამიანზე, რომლისთვისაც დრო გაჩერდა, ხოლო მოვალეობის გრძნობა რეალობაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ჰირო ონოდა ჯარისკაცი, რომლისთვისაც მეორე მსოფლიო ომი 30 წელი გაგრძელდა. 1944 წელს მეორე მსოფლიო ომის მიწურულს იაპონელი ოფიცერი ჰირო ონოდა ფილიპინების კუნძულ ლუბანგზე გაგზავნეს. მისი მისია მკაფიო იყო ნებისმიერ ფასად შეეფერხებინა მტრის წინსვლა და არავითარ შემთხვევაში არ ჩაბარებულიყო ტყვედ. როდესაც ამერიკულმა ძალებმა კუნძულზე კონტროლი დაამყარეს, იაპონელ ჯარისკაცთა უმეტესობა დაიღუპა ან დაატყვევეს. თუმცა ონოდა და მისმა სამმა თანამებრძოლმა ჯუნგლებს შეაფარეს თავი. ონოდას ისტორიას უნიკალურს ის ხდის, რომ მან ჯუნგლებში 30 წელი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ომი 1945 წელს დასრულდა, მას ჯეროდა, რომ საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდებოდა. ის პოულობდა საინფორმაციო ფლაიერებს, რომლებიც ომის დასრულებას იუწყებოდა, თუმცა მათ მტრის პროპაგანდად მიიჩნევდა. ის წლების განმავლობაში იკვებებოდა ბანანით, ქოქოსითა და მოპარული საქონლის ხორცით. თანაც ისე, რომ ადგილობრივ პოლიციასთან პერიოდულ შეტაკებებსაც კი მართავდა. სანამ ის ჯუნგლებში გადარჩენისთვის იბრძოდა, სამშობლოში ის დიდი ხნის წინ დავიწყებული ყავდათ. 1959 წელს ოფიციალურად გარდაცვლილადაც კი გამოაცხადეს. მხოლოდ 1974 წელს ახალგაზრდა მოგზაურის ნორიო სუძუკის წყალობით ეს წარმოუდგენელი ეპოპეა დასრულდა. თუმცა ონოდამ იარაღი მხოლოდ მაშინ დაყარა, როცა კუნძულზე მისი მოხუცი მეთაური ჩაიყვანეს. ამ უკანასკნელმა სამხედრო ფორმა ჩაიცვა და 30 წლის დაგვიანებით გასცა ბრძანება. მისია შესრულებულია, გათავისუფლებული ხართ მოვალეობისგან. ონოდა სამშობლოში ნამდვილი სენსაციის თანხლებით დაბრუნდა. მას გმირული დახვედრა მოუწყვეს. მოგვიანებით მან გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „არ დანებდე ჩემი 30 წლიანი ომი“, რომელიც რასაკვირველია ბესტსელერად იქცა. ონოდას ისტორია არ არის მხოლოდ სამხედრო დისციპლინის მაგალითი. ეს არის ამბავი ადამიანურ ნებაზე, რომელიც დროსა და რეალობას აღემატება. ის სამშობლოში დაბრუნდა, სამყაროში, რომელიც ვეღარ იცნო, ტექნოლოგიების, მშვიდობისა და სულ სხვა ღირებულებების გამო. ყოველი ბუჩქის უკან, ყოველი ხის ჩრდილში მე მტერს ხედავდი, ჩემთვის ომი ყოველ წამს გრძელდებოდა, იხსენებდა ის. ონოდამ დაამტკიცა მეომრისთვის ფიცი მის ბედისწერაზე დიდია. მან 30 წელიწადი მარტო მიბრძოლა არა ტერიტორიისთვის, არამედ საკუთარი სიტყვისა და რაინდული სინდისისთვის. ის იყო უკანასკნელი სამურაი სამყაროში, რომელმაც ომის ცეცხლი საკუთარ გულში ატარა მანამ, სანამ მეთაურის ბრძანება არ მიიღო. მაშინაც კი, როცა ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა, მან შეძლო და დარჩა საკუთარი პრინციპების უცვლელ მცველად.